გერმანიისგან ამ დახმარების შეჩერება არის ძალიან სიმბოლური და აქვს სერიოზული მასშტაბური პოლიტიკური დატვირთვა და განზომილება, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 90-იანი წლების დასაწყისშიც კი, როდესაც საქართველოსკენ მართლა გამოხედვა არავის არ უნდა და ყველაზე ერთგული და პრინციპულად ჩვენი გვერდში მდგომი სახელმწიფო თუ ვინმე იყო, ეს იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. და აი გავიდა 30 წელიწადზე მეტი და კოცებმა იქამდე მიიყვანეს საქართველო, ჩვენ წინასაარჩევნოთაც ვამბობდით, ან კეთილდღეობა ევროპაში, ან სიღარიბე კოცებთან ერთად და იზოლაცია, აი მიიყვანეს საქართველოს სამწუხაროდ ამ იზოლაციამდე. ამას აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური დატვირთვაც, ქვეყანაში ფინანსური, ეკონომიკური მდგომარეობა გართულდება, კიდევ უფრო გაჭირდება ცხოვრება, ინვესტიციებით შეიზღუდება, იმიტომ რომ ყველა დაინახავს, როგორი ჩვენი ყოფილი პარტნიორები აჩერებენ ურთიერთობას, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ფინანსურ დახმარებებს. შესაბამისად, ის რითიც დღევანდელია ეს მათ შორის ზოგიერთი ბიზნესმენიც და კოცების მხარდამჭერებიც ამაყობენ და სარგებლობენ, რომ აი თქვათ უძრავ ქონებაზე ფასებმა მოიმატა, მათი ნაკვეთი დღეს უფრო ძვირი ღირს და ეს უხარიათ. ესეც ყველაფერი წარსულს და ისტორიას ჩაბარდება, ამ მიმართულებითაც ძალიან რთული იქნება სიტუაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე ყველა ადამიანამდე მიაღწევს, იმიტომ რომ გამორიცხულია იზოლაციაში შენ გადარჩე და ქვეყანა ეკონომიკურ სირთულეში ჩაეფლოს ხო რაღაც იზოლირებული ბიზნეს კლანის გარდა, რამოდენიმე ბიზნესმენის გარდა სხვაები კარგად ცხოვრობენ, ეს არის გამორიცხული. ყველას შეეხება ფინანსური პრობლემები, მათ შორის ოცნების დღევანდელ მხარდამჭერებსაც. აქედან გამომდინარე, თავარი რომ შევაჯამოთ რა არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ საჯარო სექტორის, დიპლომატიის წარმომადგენლებმა, არამედ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც, ბიზნესმენებმა დაინახონ საით მიაქანებს ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი საქართველოს და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს. აი ეს აგურ-აგურ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი იმისათვის, რომ შემდეგ უკვე საშუალება ქონდეს საქართველოს ჩაატაროს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.